გამარჯობათ, მინდა გესაუბროთ სტალინის დროინდელ მცირე მეწარმეებზე, მათ ერქვათ არტელები, მცირე და საშუალო მეწარმეებზე, რომლებიც 100,000-მდე იყო საბჭოთა კავშირში, შემდეგ ხრუშოვმა ის გააუქმა, რაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საბჭოთა კავშირს. ეხლა რატო იყო საჭირო ეს არტელები და ეს მცირე მეწარმეობა რატო არის საჭირო ქვეყნისათვის? მცირე მეწარმე უშუალოდ ხალხში ხედავს იმ საჭიროებებს, რაც არის, რაც აკლია, ასე ვთქვათ, ბაზარს. აი მაგალითად, ცნობილი თემა იყო საბჭოთა კავშირში, რომ ტუალეტის ქაღალდი იყო დეფიციტი, ხო? და ამავე დროს საბჭოთა კავშირის, ესე იგი, ხე-ტყის წარმოება და ქაღალდის წარმოება იყო ალბათ ყველაზე მეტი მსოფლიოში. თუ ყოველ შემთხვევაში საბჭოთა კავშირს ხე-ტყი არ აკლდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე ძალიან ბევრგან გაიხსნა ტუალეტის ქაღალდის წარმოების რაღაც საწარმოები, ანუ არც თუ ისე რთული ყოფილა თორმე ამის ტუალეტის ქაღალდის გამოშვება, მაგრამ რატომღაც საბჭოთა კავშირში ეს იყო დეფიციტი. ეხლა რატომ იყო ეს? ეს ხდებოდა იმიტომ, რომ საბჭოთა ადამიანს უნდა შესძულებოდა საბჭოთა კავშირი. არა მარტო უნდა დაენგრია ამ გადაწყვეტილებას, ხრუშოვის ამ გადაწყვეტილებას საბჭოთა კავშირის ეკონომიკა, არამედ თვითონ ადამიანებსაც აი ეს ყოფითი პრობლემები უნდა გამრავლებულიყო. მცირე მეწარმეს, მცირე ბიზნესს ყოველთვის უდევს ხელი საზოგადოების პულსზე და ის ყოველთვის გრძნობს, რა სჭირდება საზოგადოებას, რა უნდა მიაწოდოს მას. ხრუშოვმა შავ ბაზარზე სპეკულაციაში გადაიყვანა უკვე ეს წარმოება, რადგანაც საწარმოებმა დაიწყეს ამ ყველაფრის წარმოება, მაგრამ იყიდებოდა, ასე ვთქვათ, დახლ ქვეშიდან, ხო? ეხლა რატომ იყო ეს საჭირო? ეს იყო საჭირო, რომ უკვე 50-იან წლებშივე დაიგეგმა საბჭოთა კავშირის დანგრევა და ეს ფული, რომელიც მეფის რუსეთის დროს იყო, ის ფული ზოგი დაიხარჯა, ზოგი წაართვეს, ზოგი ომმა შეჭამა, ხო? ამიტომ საჭირო იყო ხელახალი კაპიტალის დაგროვება. ამიტომ ხრუშოვმა გააუქმა და შექმნა ხელოვნური შავი ბაზარი. მოხდა შავი ბაზრის შექმნა და მისი გადანაწილება და ამ ჯგუფებმა დაიწყეს ფულის დაგროვება 90 იმ დროისთვის, როდესაც საბჭოთა კავშირს დაანგრიდნენ, რომ აქ ადგილობრივ ჩინოვნიკებს ქონოდათ ფული ამ საწარმოების, ასე ვთქვათ, ათვისებისთვის. მცირე მეწარმეობა, ესე იგი, განთავისუფლებული იყო ყოველგვარი გადასახადიდან 2 წლის განმავლობაში და ეს მათ ძალიან კარგ მდგომარეობაში აყენებდა სახელმწიფოსგან განსხვავებით, რადგან სახელმწიფო საწარმოებს არავითარი შეღავათი არ ჰქონდათ ამ მხრივ. და იმისათვის, რომ სახელმწიფოს რაიმე ზეწოლა არ მოეხთინა მცირე მეწარმეზე, ყველა, ესე იგი, ნედლეული იყო ფიქსირებული ფასით. ანუ სახელმწიფო საწარმო თავის ნედლეულს შენ ვერ გაგიძვირებდა, დავუშვათ მაკულატურას ვერ გაგიძვირებდა, ხო, რომ ტუალეტის ქაღალდი გეწარმოებინა, ან რაღაც ხე-ტყეს ვერ გაგიძვირებდა, რომ ავეჯი გეწარმოებინა და ასე შემდეგ. სახელმწიფოს ჰქონდა ესეთი მოთხოვნა, რომ მცირე მეწარმის პროდუქციის ღირებულება არ უნდა ყოფილიყო 10-13% მაქსიმუმი განსხვავება სახელმწიფოს მიერ წარმოებულ იგივე პროდუქციაზე. ასევე მცირე მეწარმეს ჰქონდა შეღავათი თუ ის დაასაქმებდა ინვალიდებს, მას გარკვეულ რაღაც შეღავათებს აძლევდნენ. და ბოლოს რომ შევაჯამოთ, ხრუშოვმა მცირე ბიზნესის გაუქმებით ხელი შეუწყო შავი ბაზრის განვითარებას და ზოგადად წარმოების კრიმინალიზაციას შეუწყო ხელი.